გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას ზღაპრული დაბრუნება, ახმაურებული პრესა და სპორტული დირექტორის განცხადება ქართველზე. ვიდეოს დაწყებამდე კითხონა და მით მოორიწამი და არ დაიზარო ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. მადლობა თუ შენახლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. შესაძლოა განაცხადში დააბრუნონ ახალი ინფორმაცია საზონოვზე. ახალგაზრდა ქართველი მცველი საბა საზონოვი, რომელმაც სამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი გუნდი ვერ იპოვა, შესაძლოა ტორინოს განაცხადში დაბრუნდეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ტორო ნიუსი წერს, რომელიც ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. კრისტიანო ბირაგი და საბა საზონოვი მწვრთნელის გეგმებში არ შედიან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ტორინო მათ უცხო ქვეყნებში გუნდი ვერ მოუძებნა, არაა გამორიცხული, რომ ორივე ფეხბურთელი განაცხადში დაბრუნდეს. თუმცა ეს სიტუაცია ურმაგაც არ ისკუა. ერთი მხრივ გუნდში იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მწვრთნელს არ მოსწონს. მეორე მხრივ კი საჭიროების შემთხვევაში მოედანზე გამოსვლა დიდი ხნის უთამაშებელ ფეხბურთელებს მოუწევთ. წერია გამოცემაში. მე კი შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს გასული წლის ივნისის შემდეგ არ უთამაშია. თუმცა დიდი ალბათობით საბა საზონოვს სეზონის ბოლოს ახალი კლუბის მაისურით ვიხილავთ, რადგან საბა ივნისის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. გოგლიჩიძის ინტერვიუ და დებიუტი ვოტფორდში. რატომ მოიხადა საბამ ბოდიში? საბა გოგლიჩიძემ ვოტფორდის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. ქართველი ფეხბურთელი კრაზანების რიგებში ყოფნით ბედნიერია. ასევე ჩაკვეტაძის გვერდით თამაშის პერსპექტივით მოხიბლულია და გეგმავს, რომ გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ჩემს მეგობართან, ჩაკვეტაძესთან ერთად ვარ. როცა საზღვარგარეთ თამაშობ, მნიშვნელოვანია, რომ მეგობრები ახლოს ყავდეს. ვოტფორდი ძალიან მომწონს. აქ გადმოსვლამდე კრაზანების შესახებ რამდენიმე რამ ვიცოდი და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ვოტფორდის მატჩებს ვუყურებდი, როცა ჩაკვე თამაშობდა. ხოლო რაც დავინახე, ეს არის სწრაფი ფეხბურთი. შეტევა, მერე დაცვა, ისევ შეტევა, ისევ დაცვა. ბურთი არასდროს შერდება და მე ეს ძალიან მომწონს. თუ მზად ხარ, შეგიძლია სიამოვნება მიიღო. მე კი ვფიქრობ, რომ მზად ვარ და იმედი მაქვს გუნდს დავეხმარები. არ ვიცი პირველ მატჩს როდის შავატარებ. ამ დღეს მოუთმენლად ველოდები, რადგან მინდა რომ ახალი გუნდის მაისურით ვიასპარეზო და მაინტერესებს ინგლისში ფეხბურთს როგორ თამაშობენ. ველოდები სტადიონზე ქომაგებთან შეხვედრას და მაინტერესებს აქაური გარემო როგორია. განაცხადა საბამ. აღსანიშნავია, რომ საბამ თავისი პირველი შეხვედრა გასულ ტურში საუთჰემპტონის წინააღმდეგ ჩაატარა. მან 60-ე წუთზე ტრავმირებული მფუნი შეცვალა და ამავე წუთზე საუთჰემპტონის კანადელმა ფორვარდმა კაილ ლარინმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ხოლო სამწუხაროდ მან ორთაბრძოლა გოგლიჩიძეს მოუგო. ხოლო ვოტფორდის თავკაცმა გაამხილა, რომ გოგლიჩიძემ გასახდელში ბოდიში მოიხადა. თუმცა ეს რა თქმა უნდა მხოლოდ დასაწყისია. საბამ გუნდთან ადაპტაცია უნდა გაიაროს და რა თქმა უნდა მას უდიდესი პოტენციალი აქვს. ხოლო მთავარია, რომ მან შრომა არ შეწყვიტოს და თავისი ნიჭი სწორად გამოიყენოს. რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტ შეხვედრას ატარებს ევროპულ ფეხბურთსა და ისეთ დიდ კლუბში, როგორიც პარი სენ-ჟერმენია, კვარაცხელია მით უფრო მეტად ამტკიცებს, რომ დიდი მოთამაშე და ამჟამად მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ნიუკასლთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავებისას მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზული ჩანდა, მაგრამ საბედნიეროდ ხვიჩა მალე გამოჯამრთელდა, დაბრუნდა ისე თითქოს არც დაუსვენია. კვარა მოედანზე დეზირე დუეს ნაცვლად შეხვედრის 62 წუთზე გამოჩნდა, ხოლო შემოსვლიდან ზუსტად 4 წუთში ქართველმა ვარსკვლავმა უსმან დემბელეს გადაცემის შემდეგ ბურთი ერთი შეხებით ოლიმპიკის კარში გადაგზავნა და ადგილობრივი პუბლიკა აღაფრთოვანა. ხვიჩასთვის კი ეს წლევანდელი გაერთში მეოთხე, ყველა ტურნირზე კი მერვე ბურთი იყო. წამყვანი გამოცემები კი ხვიჩას ასპარეზობას შემდეგი სიტყვებით აფასებენ. ESPN-ი სეზონის გადამწყვეტ მატჩებში PSG-სგან ასეთი დონის თამაშებს თუ ნახავთ, ამ კლუბისგან ყველაფერია მოსალოდნელი. პარიზში როგორც შესვენებამდე, ასევე შესვენების შემდეგ ვიხილეთ ვარსკვლავების შოუ და დემბელე კვარას ულამაზესი გოლები. ფრანს ფუტბალი პირველ ნახევარში პარკ დე პრენსზე უსმან დემბელე ბრწყინავდა. მეორე ტაიმში კი სწორედ ოქროს ბურთის მფლობელის პასით კვარაცხელიამ საოცარი სილამაზის ბურთი გაიტანა და შედევრი შექმნა. ხვიჩა ძველებური მონდომებითა და ბრწყინვალებით დაბრუნდა. მაქსი ფუტი კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა და ნახევარი საათის განმავლობაში საკუთარი თავდადებით შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველმა გარემარბმა ბოლო წუთებზე ბურთი ხარიხასაც გაარტყა. წერია გამოცემაში. ასევე ხვიჩას თამაშს პარიზელი გულშემატკივრებიც გამოეხმაურნენ. ხვიჩამ საოცარი შოუ გაჩუქა. ქართველი მეფე დაბრუნდა. ხვიჩამ ცოტა ხანი ითამაშა, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მივიღე. კვარას თამაშის ყურება ცალკე სიამოვნება. გამოჩნდა, რომ ის ერთ-ერთი ლიდერია. ამას ყოველთვის ამტკიცებს. წერენ პარიზელები. სეზონი ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის. პარიზელები კი დღითიდღე უმატებენ და საუკეთესო ფორმაში შედიან. ისევე როგორც ეს გასულ სეზონში მოხდა. ხოლო სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ლუის ენრიკემ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ასევე ენრიკეს მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაც გავრცელდა.
Mirror Football-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე უარს ეთქვის Manchester United-ს და ამ ზაფხულს Paris Saint-Germain-თან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. მოგეხსენებათ, Manchester United-ის მთავარი სამიზნეა, რომ კლუბი მომავალი სეზონიდან ლუის ენრიკემ ჩაიბალოს. თუმცა ენრიკე კლუბის პროექტით მოხიბლული არა. მას ეჭვება ისეთი გუნდის ჩაბარების მიზანშეწონილობაში, რომელიც მომავალ სეზონში შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს. ამიტომ ის დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს პარიზულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამასთან ერთად ცოტა ხნის წინ PSG-ს სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპუშმა ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ახსნა, თუ რატომ არ დაიმატა PSG-მ ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელები. როგორც მან თქვა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში რისკი მაღალია და როგორც წესი ამ დროს განხორციელებული ტრანსფერები არ ამართლებს. თუმცა გამონაკლის წარმოადგენს კვარაცხელია, რომელიც PSG-მ შარშან სწორედ იანვარში 70 მილიონი ევროს ანაცვლოდ დაიმატა. ეს გადაწყვეტილება კი კამპუშმა შემდეგი სიტყვებით ახსნა. დღეს ჩვენს წინაშე არსებული სიტუაცია სრულიად განსხვავებულია გასული სეზონისგან, რომელიც თავისთავად განსხვავდებოდა 2 წლის წინანდელი სეზონისგან. მაგალითად, ავიღოთ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა. სხვადასხვა მიზეზის გამო ეს საერთოდ არ არის საუკეთესო დრო ფეხბურთელის დასამატებლად. თუმცა რა თქმა უნდა, გამონაკლისის შემთხვევების გარდა, ჩვენთვის გასულ ზამთარს გამონაკლისის შემთხვევა კვარაცხელია იყო. იმ დროს მისი დამატება შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. ბევრი ვიშრომეთ, რომ ის ნაპოლიდან პარიზში ჩამოგვეყვანა და ძალიან გვიხარია, რომ ახლა ჩვენთანა, განაცხადა კამპუშმა. ახლა კი დროა გავცდეთ საქართველოს საზღვრებს, სადაც მრავალი საინტერესო თემა ტრიალებს. რონალდუ და ქოჩოლა ერთ გუნდში. რა ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ი? არჩევნები ბარსელონაში. რა შეიძლება მოხდეს კატალონიურ კლუბში? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ESPN-ის ინფორმაციით, შესაძლოა კრიშტიანო რონალდუმ ზაფხულში ალ-ნასრი დატოვოს და ლისაბონის სპორტინგში დაბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ რონალდუმ ალ-ნასრის ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა. პორტუგალიელი ფეხბურთელი კი პროტესტს აგრძელებს. ასევე ზაფხულში ძალაში შედის გამოსასყიდი პუნქტი 43 მილიონი ფუნტის ოდენობით. ხოლო თუ რონალდუ გუნდს დატოვებს, საუდელი მაღალჩინოსნები აქცენტს სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავის დამატებაზე გააკეთებენ. საუდის პროლიგის მმართველები პორტუგალიელის შესაძლო წასვლას მშვიდად უყურებენ და უკვე შემცვლელზეც ფიქრობენ. პრიორიტეტულ სამიზნებად კი მოჰამედ სალაჰი და ბრუნო ფერნანდეში სახელდებიან. ცნობისთვის კარიმ ბენზემა ალ-იტიჰადიდან ალ-ჰილალში გადასვლის შემდეგ რონალდუმ პროტესტის ნიშნად ალ-რიადთან და ალ-იტიჰადთან მატჩები გამოტოვა. ხოლო ადგილობრივი მედიის ცნობით, ალ-ნასრის ხელმძღვანელებმა რონალდუს დაყოლიება ვერ მოახერხეს. ასევე კლუბის თავკაცმა ჟორჟე ჟესუსმა პორტუგალიელი ფეხბურთელის მხარე დაიჭირა და დიდი ალბათობით პროტესტის ნიშნად მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას არ დაესწრება. ამ რეალობიდან გამომდინარე კი დიდი ალბათობა, რომ რონალდუმ კლუბი დატოვოს. ერთ-ერთ ვარიანტად კი სწორედ სპორტინგი განიხილება, სადაც ასევე ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი და ესპანელი ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი კლუბის სპორტულ დირექტორს დეკუს აფრთხილებს, რომ თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, პორტუგალიელს გუნდიდან წასვლა მოუწევს. თუმცა გუნდის მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ხელშეუხებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ ბარსა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თვეში 15 მარტს ჩატარდება. ამიტომ თუ ფონტი ლაპორტას აჯობებს, ესპანელი ცვლილებებისთვის მზად იქნება და პირველი გადაადგილება დეკუს შეეხება. მისი კომენტარი კი შემდეგია: ჩემი არჩევის შემთხვევაში მწვრთნელად ჰანსი ფლიკი დარჩება, მაგრამ დეკუს სპორტული დირექტორი არ იქნება. ფლიკს უკეთესი სტრუქტურა უნდა შეუქმნას, ხოლო ამისათვის სპორტული დირექტორის პოზიციაზე ყველაზე შესაფერისი კანდიდატი ალეხანდრო ეჩევარია იქნება, რომელსაც გუნდში ოფიციალური როლი არ აქვს, მაგრამ დიდი გავლენა აქვს. განაცხადა ვიქტორ ფონტმა და ისიც დასცინა, რომ ბარსაში გუნდის ლეგენდის ლიონელ მესის მოყვანას მაქსიმალურად შეეცდება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.